მოგესალმებით ყველას, მე ვარ მიშო და დღეს მე წარმოგიდგენთ ტოპ 5 თამაშს სუსტი კომპიუტერებისთვის, ნაწილი მეორე. პირველი თამაში ჩვენს ტოპში არის Half-Life 2, გორდონ ფრიმერის დაუჯერებელი ისტორიის გაგრძელება. ეს თამაში წარმოადგენს გაგრძელებას პირველი ნაწილისა, რომელიც 1998 წელს გადაიღეს. თამაში არის საკმაოდ საინტერესო და ჩამთრევი. ამ თამაშის ძირითადი მონაცემები არის ოპერატიული 512 მეგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 128. თითქმის ყველა Windows-ზე მიდის, რაც კი არსებობს. შემდეგი თამაში ჩვენს ტოპში არის GTA 3. ეს არის ცნობილი თამაშის პირველი სამგანზომილებიანი თამაში, რომელმაც გადაიყვანა GTA სრულიად ახალ სივრცეში. ამ თამაში, როგორც ყველა GTA-ში, მთავარ გმირს უწევს კრიმინალური ავტორიტეტის მოხვეჭა. ამ თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ოპერატიული 1 გიგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 512. ეს თამაში მიდის აბსოლუტურად ყველა Windows-ზე. შემდეგი თამაში, რომელიც ჩვენს ტოპში მოხვდა, არის Fable: The Lost Chapters. ეს არის საკმაოდ საინტერესო თამაში, სადაც მთავარი გმირს უწევს არჩევა კეთილსა და ბოროტს შორის. ამ არჩევანიდან გამომდინარეობს მთავარი გმირის სიუჟეტი, რომელ გზას აერჩევს ის. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებებს წარმოადგენს ოპერატიული 512 მეგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 128 მეგაბაიტი. როგორც სხვა დანარჩენი თამაშებიც, ეს თამაშიც მიდის აბსოლუტურად ყველა Windows-ზე. შემდეგი თამაში ჩვენს ტოპში არის Elder Scrolls მესამე ნაწილი. თამაში ხდება შუა საუკუნეების პერიოდში, სადაც რაინდები უპირისპირდებიან მისტიკურ ძალებს და ასევე დრაკონებს. ეს თამაში არის ძალიან საინტერესო და საკმაოდ ჩამთრევი. პლუს ამას ამ თამაშს გააჩნია ახალი ნაწილი, რომელიც შეგიძლიათ ითამაშოთ ონლაინში. ამ თამაშის ძირითადი მახასიათებელი არის ოპერატიული 512 მეგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 128 მეგაბაიტი. ეს თამაშიც როგორც სხვა დანარჩენი მიდის აბსოლუტურად ყველა Windows-ზე. ბოლო თამაში ჩვენს ტოპში დღეისთვის მოხდა True Crime of New York. ეს არის საკმაოდ ცნობილი თამაში, სადაც მოქმედება ხდება ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში თამაშის მთავარ გმირს იჭერს პოლიცია და სთავაზობს გარიგებას, რომ ის უნდა გახდეს პოლიციელი და გამოიძიოს ნიუ-იორკში მოქმედი ბანდების ისტორიები და გაარჩიოს მათ შორის მოხდარი აურზაური რის გამო ხდება. ამ თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ოპერატიული 512 მეგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 128 მეგაბაიტი. თამაში მიდის Windows XP-ზე, 7-ზე და 8-ზე. მადლობა ყურადღებისთვის. იმედია მოგეწონათ ჩვენს მიერ შერჩეული ახალი ტოპ 5. ნახვამდის.